გამარჯობათ. ინტერნეტში აქტუალურია ფასების თემა და მეც მინდა ვთქვა ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი ვისაუბრეთ თუ არა რომელიმე ვიდეოში ამის თაობაზე, მაგრამ ცალკე გამოვყოფ ამ საკითხს და გეტყვით, რომ მაღალი ფასები ზოგადად კარგია. იმიტომ რომ მაღალი ფასები მოითხოვს მაღალ ანაზღაურებას, მაღალ ხელფასებს, ასევე ის ტურისტები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, იხდიან მაღალ ფულს და ყველაზე მთავარი რაც არის ამაში, უკვე ადგილობრივი წარმოება ხდება რენტაბელური. განსაკუთრებით ეს ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას. თუ საქართველოში ხალხს ეზარება მიწის თოხნა და მოვლა და უფრო ეადვილება სადღაც ევროპაში წასვლა და მარწყვის კრეფა, ან პენსიონერების მოვლა, ეს სულაც არ არის მაღალი ფასების ბრალი. ეს არის სიზარმაცის ბრალი. მაღალ ფასებს უნდა გამოყენება, მაღალ ფასებს უნდა ადგილობრივი წარმოების გაჩენა. და მთავრობამ ალბათ უნდა შეუწყოს ხელი, არ ვიცი უწყობს თუ არ უწყობს ხელს, მაგრამ თვითონ თავისთავად მაღალ ფასებს რო ქმნის მთავრობა, ეს მთავრობის მხრიდან უკვე ხელშეწყობაა, იმიტომ რომ შემოსულ პროდუქციაზე არის მაღალი მარჟა და ის ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში ვერ გაუწევს კონკურენციას ადგილობრივ წარმოებას. ამიტომ ვისაც უნდა და ვისაც არ ეზარება მიწაზე მუშაობა, ის მიიღებს თავის კუთვნილს და თავის ნაშრომის საფასურს. ერთი კომენტარი იყო, ერთი არა და ხშირად წერენ ხოლმე, რომ აი სუპერმარკეტებში გლეხის პროდუქციას არ უშვებენ და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად უვიცი განცხადება, იმიტომ რომ სუპერმარკეტები ვერ იმუშავებენ 1500 გლეხზე და ვერ იქნებიან დამოკიდებული რაღაც როდის გაიზმორება გლეხი ქარელში, ან გორში, ან კახეთში და როდის გადაწყვეტს ჩამოუტანს თუ არა. სუპერმარკეტს სჭირდება სტაბილური მიმწოდებელი. ამიტომ თუ ხო ცუდი სიტყვა კოლმეურნეობა, მაგრამ არა ვიცი, რაღაც მეგობრობები რო შექმნან და დიდი მიწის ნაკვეთები დაამუშავონ და შექმნა რაღაც სტაბილურობა პროდუქციის მიწოდებაში, მე მგონი ნებისმიერ სუპერმარკეტი აიღებს უფრო იაფ და ხარისხიან ადგილობრივ პროდუქტს, ვიდრე შემოტანილს და იქ არ ვიცი, რამდენი 18% იხდიან თუ არ ვიცი როგორ არის. ყოველ შემთხვევაში ქართული პროდუქცია უფრო მეტად მოთხოვნადი იქნება. ამაში ვარ დარწმუნებული. ამიტომ მეგობრებო, ნუაყვებით ჭორებს, არავით არ მითითება სუპერმარკეტებში არ არის, რომ მაინც და მაინც რაღაც შემოტანილი პროდუქცია იყიდონ. შემოტანილი პროდუქციის მთავარი პლუსი არის ის, რომ ის არის სტაბილური და უწყვეტი. ანუ როგორც გინდა, რამდენსაც გინდა იმდის შემოიტან. როდესაც სტაბილური და უწყვეტი გახდება ქართული პროდუქციის მიწოდება სუპერმარკეტებში, ხო? ამ შემთხვევაში ქართულ პროდუქციას აიღებენ სუპერმარკეტების დიდი სიამოვნებით. ჯერჯერობით რაც ხერხდება და რასაც მე დაუკვირდი, გარკვეული ადამიანები, არ ვიცი თვითონ, ზოგი ამბობს, რომ თვითონ მოყავთ თავისი პროდუქცია, შეიძლება თავისიც არის, შეიძლება ეგ სოფელშიდაც აგროვებს, მაგრამ არის ესეთი პრაქტიკა თბილისში, რომ სხვადასხვა უბნებში ჩამოდიან მიკროავტობუსები რაიონებიდან, დგებიან სადღაც კორპუსებში, გზაზე ან სადმე და ყიდიან თავის პროდუქციას, შეიძლება იქვე მეზობლებისგან აყიდი პროდუქციას გაყიდოს, მაგრამ ეს ხერხდება მხოლოდ ესე კვირაში ერთხელ. და ყოველდღიურად, როგორც უკვე აღვნიშნე, ესე იგი სტაბილური მიწოდება ვერ ხდება პროდუქციის და სტაბილური მიწოდების შემთხვევაში პროდუქციას აქვს თავისი რასაკვირველია ფუჭებადობა, იმიტომ რომ სტაბილურად
აწვდე პროდუქციას, მას უნდა თავისებური შენახვა, თუ არ გაიყიდა, მას უნდა უზრუნველყოფა, უტილიზაცია, ეს მიდის მერე სუპერმარკეტების მინუსში, ხოლო ის Facebook გვერდები, რომლებიც არსებობს ინტერნეტ სივრცეში, რომ აცხადებენ გარკვეული პიროვნებები, რომ აი ჩამოვდივარ 5 შაბათს 4 საათზე ან 12 საათზე ამა და ამ წერტილში. აი ხშირად გინახავთ ხო, მე ვიცი რამოდენიმე ესეთი წერტილი თბილისში, სადაც მე მოსახლეობის რიგი დგება ხოლმე და ეს ხალხი იმ დღესვე, უმეტესწილად იმ დღესვე ცლის თავის მიკროავტობუსს, ყველაფერს ყიდის და ბრუნდება უკან. და ასევე მე ალბათ აგროვებს შემდეგი კვირისთვის. ამიტომ ცოტა იაზრუნეთ, ცოტა იფიქრეთ სხვანაირად და რაღაცა მარტო ემოციებზე დაიყვანთ თქვენ აზროვნებას, მაგას ემსახურება ჩემი ვიდეოები, რომ როგორმე გადაგაჩვიოთ ამ ემოციურ რაღაც დებილიზმებს და ცოტა იაზროვნოთ. ასე რომ ერთი შეხედვით ცუდი მაღალი ფასები საქართველოში შეიძლება იყოს ძალიან კარგი სტიმული ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის და ადგილობრივი პროდუქციის განვითარებისთვის. ისევე როგორც ცუდი ემიგრაცია საქართველოში შეიძლება იყოს ძალიან კარგი სტიმული საქართველოს მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა საქართველოს მოსახლეობა მოცდეს კურიერობაზე და მშენებლობაზე მუშაობით. ჩვენ უნდა მივიღოთ კარგი განათლება და თუ მაინც და მაინც კურიერი უნდა ვიყო და მუშა უნდა ვიყო, მაშინ ჯობია ევროპაში და ამერიკაში ვიმუშაო, ხო? მე მახსოვს ერთი მგონი ბიძინა ივანიშვილმა თქვა, თუ არ ვიცი თუ რომელიმე ქართული ოცნების ფიგურამ თქვა, რომ აი წადითო საზღვარგარეთო, იქ იმუშავეთო და ესა საქართველოდანო აგდებენო ქართველებსო და ისო ნახეთო რა თქვა და არაფერი ცუდი არ ვთქვას ჩემი აზრით, კარგი თქვენს, კარგი გამგონი უნდა. აქ იგულისხმებოდა ის, რომ თუ მაინც და მაინც უნდა იმუშაოთ კურიერად საქართველოში და მუშად საქართველოში სადღაც მშენებლობაზე, მაგას ჯობია რომ წახვიდეთ და საზღვარგარეთ იმუშაოთ და აიღოთ უფრო მეტი ხელფასი. თუ რა საკვირველია, ასეთი სამუშაო არის და ასეთ სამუშაოს ნახავთ თქვენ იქ. და იქ დაუშვათ აღებული და მოგებული ფულით, აქ რაღაც უძრავი ქონება შეიძინოთ, აი იგივე მე რომ ვამბობ თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნდა მისცეს საქართველოს მოსახლეობას, მოქალაქეებს, რომლებიც არიან წასული საზღვარგარეთ და მუშაობენ, ესეთი წინადადება პირდაპირ უნდა გამოაცხადონ, რომ გრძელვადიანი სესხებით ააშენონ ბინები და მისცენ ბინები თანადაფინანსებით, ანუ მსურველები და სახელმწიფო. და შემდეგ ეს ბინები გაქირავდება სტუდენტებზე, ჩამოსულ ხალხზე და ესე იგი ქირის ფული დაფარავს ამ ბინის ღირებულობას და ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ საზღვარგარეთ და შემდეგ უკვე სიბერის გამო ან რაღაც სხვადასხვა მოსაზრების გამო ჩამოვლენ საქართველოში, მათ უკვე ექნებათ უძრავი ქონება, რომელსაც გააქირავებენ და პენსიასავით უკვე აღარ დააწვევიან სახელმწიფოს კისერზე და რაღაც გარკვეული პენსია ექნებათ, რა საკვირველია მათ, როგორც საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ამავე დროს მათ ექნებათ დამატებითი პასიური შემოსავალი. და ეს ძალიან კარგია, თუ ეს გაკეთდება და თუ აქამდე მივა ჩვენი საზოგადოება და ცოტა ემოციებს მოშორდება და პრაქტიკის ხრიდან შეხედავს ამ საკითხს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შემოსული ბავშვები, რომლებიც აქ სწავლობენ, ეს არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, განათლებაში და უფრო მეტი უნდა ჩამოვიდეს და უფრო მეტი ფული უნდა შევიდეს განათლების სფეროში. ეხლა რაღაც ინფორმაციებია, რომ იზორია ინიშნებაო, გაერთიანებული
უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად თუ რაღაც ეგრე. იზორია იყო მე მგონი პატრულის რეფორმირების სათავეში და ალბათ პატრული არ იყო ცუდი პროექტი ნამდვილად და ალბათ გამოსდის ამ ადამიანს რეფორმების გატარება და ესეთი სიტუაციებში იცის ალბათ ამას მუშაობა თან ის არის გერმანიაში ელჩი როგორც ვიცი გერმანიან ტექნიკური უნივერსიტეტის შეფობა აიღო თუ არ ვცდები ანუ თუ ჩვენ ვეზიარებით გერმანულ ტექნოლოგიებს ეგ ძალიან კარგი იქნება და იმედია რომ ის დაპირებული 100 წლის წინ გერმანიის მხრიდან ჩვენთვის აი მეურვეობა საქართველოზე და მოკავშირეობა ისეთი ტყუილი არ აღმოჩნდება როგორც აღმოჩნდა 1918-21 წლებში და ისევ არ გადასცემენ ქართულ მიწებს თურქეთს როგორც უფრო უპირატეს და უფრო მომგებიან კავშირს გერმანიისთვის მე ამის იმედი მაქვს თუმცა არ მჯერა რასაკვირველია პოლიტიკაში რაღაც ესეთი სიმპათიური ისინი არ არსებობს რევენანსები და პოლიტიკა ძალიან ცივი გონებით საფიქრალი საქმე ასე ვთქვათ და ტექნიკურ მას თუ ესე იგი მიექცევა ყურადღება ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ ცეკვა თამაშით რაცა უნდა ვიცეკოთ მიმღეროთ და ვითამაშოთ ჩვენ სხვადასხვა ესე იგი სცენებზე თუ სპორტის სხვადასხვა სახეობებში ფეხბურთი იქნება ეს ფეხბურთის თამაში თუ ძიუდო თუ რაღაც ეს ქვეყანას არ ააშენებს ეს მიღწევები არის მაგრამ ერთი მინდა გაგახსენოთ კენედი თქვა მე მგონი ესე იგი ერის ყველაზე დიდი მიღწევა ეს არის ოლიმპიური медали და მთვარეზე გაფრინავა ანუ ოლიმპიური медали კარგია მაგრამ ნებისმიერი ენის მიღწევა ტექნიკური მიღწევაც არის და აი ქართველმა გოგომ კი მოიგო გერმანული ვოისი მაგრამ რა ვიცი მერსედესის ქარხანა არ გახსნილა ქუთაისში და არც თბილისში ამიტომ ეს ადვილი არ არის თუ იზორია მით უმეტეს გერმანიიდან თუ ჩამოდის და იქედან თუ აქ მას რაღაც დახმარების ანუ დაპირება ან იმედები ან არ ვიცი როგორ არის მაგრამ მაინც და მაინც იზორია ინიშნება მაშინ ეს ძალიან კარგია და მივესალმები ამას ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ უნდა ვისწავლოთ პრაქტიკული აზროვნება და პრაქტიკული ლოგიკური აზროვნება რაც მთავარია და არ არსებობს სამხრივად ცუდი სიტუაციები დამიჯერეთ ყველა სიტუაციიდან შეიძლება რაღაც პლუსი აიღო მით უმეტეს ის რაც მე ახლა თქვენ გითხარით ეს მაღალი ფასები ეს შეიძლება გახდეს სტიმული ადგილობრივი წარმოებისთვის და ამისთვისაც არის ეს გაკეთებული უცხოელების შემოსვლა კიდე სტუდენტი იყოს კიდე მუშები იყოს ეს გახდება სტიმული რომ ესეთი რაღაც პროფესიები რომ არც მოკვდიო და არც დარჩიო ხო ეს კურიერობა და ეს რაღაცა უპერსპექტივო პროფესიები ანუ კურიერი შეიძლება იყოს 20 წელი და ის კურიერი იქნება და იქნება ანუ ის არ იზრდება ანუ ეს არის ტუპიკი ეს არის ჩიხი აბსოლუტური პროფესიაში იმიტომ რომ რაღაც შენ ყოველდღიური ფული გიჩნდება და ზარმაცდები ეხლა ესე ჩვენ მთელი გავხდეთ ეხლა ამათი კი რო ამბობენ რომ ეს ტურისტული ქვეყანა და ეს სისულელია აბსოლუტური მე მქონდა ამაზე ერთი ვიდეო რომ ტურიზმი არის დამღუპელი საქართველოსთვის თუ ამას არ ახლავს ტექნიკური ზრდა იმიტომ რომ ტურიზმი აჩვევს ესეთ მუქთა ფულს და იმ მომსახურებაში რომ რაღაც ყოველდღიური ფული გიჩნდება და საჭმლის ფული გაქვს ეს არის სისულელე აბსოლუტური ამას უნდა დავანებოთ თავი არავით არ იქ მუშები ქართველები მუშებად და ქართველები მიმტანებად ქართველები კურიერებად ამას მე საკანონმდებლო დონეზედაც კი აუგზავნავდი რომ არ მივცემდი უბრალოდ სამუშაოს საქართველოს მოქალაქე რომ მივიდოდა მუშად მშენებლობაზე მე მაგას არ დავასაქმებდი აი თუ მივიდოდა აი მეტლახის
ხელოსნად ან გინდათ რაღაც დენის გამყვანი, მანტიორი ან რაღაც ისე, აი ის პროფესიები, რომელიც ზრდას მოითხოვს და რაღაც აი შემდუღებელი დაუშვათ, ხო? საქართველოში დარწმუნებულია თითსაძებნია კარგი შემდუღებლები, ხო? ეს ძალიან მაგარი პროფესია. ახლა ჩვენ რო აგდებულად უყურებს რაღაც სვარშიკი და ესა და ეს არავითარ შემთხვევაში. შემდუღებელი არის ძალიან მაგარი და ძალიან სერიოზული პროფესია. აი ასეთ პროფესიებში თუ მივიდოდა ქართველი პირიქით ხელს შეუწყობდი, ქართველი კი არა, საქართველოს მოქალაქე, ანუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. პირიქით ხელს შეუწყობდი, პირიქით რაღაც კურსებზე გაუშვებდი კიდევაც და რაღაც, მაგრამ აი მუშა და მიმტანი და აი კურიერი და ესეთი რაღაც სისულელეები ეს ზაირ დაივიწყეთ რა ხალხო. ინტერნეტში მოვბრალდა რუსულენოვან სოციალურ ქსელებში და რუსულენოვან რესურსებზე, ქართველებზე სხვადასხვა სიუჟეტები დაწყებული გენეტიკიდან, დამთავრებული ქართველ მეომრებზე, მეორე მსოფლიო ომში, წარჩინებულ ქართველებზე მსოფლიოში, იგივე აი ამერიკაში ვერტფრენის დამავი ქართველი შვილი, ხო? ზუსტად დამავიწყდა. და ანუ წარჩინებულ ქართველებზე კეთდება სიუჟეტი და ნუ როგორღაც არის ტენდენცია ნუ რუსეთის რაღაც ესე იგი საზოგადოების აზრს მართავენ ქართველებისკენ დადებითად განწყობისთვის, ასე ვთქვათ. და აქ უკვე საქართველოში უკვე აეწვათ ერთი ადგილი ზოგი ერთებს, იმიტომ რომ ესე იგი რას ნიშნავს ქართველების დაბრუნება რუსულ პოლიტიკაში და რუსულ სივრცეში, ასევე რუსული ინტერესების გაძლიერებას საქართველოში, ეს ნიშნავს თურქეთისთვის ბათუმის დავიწყებას საერთოდ და შეიძლება მერე იქით ტერიტორიებზედაც გახდეს სასაუბრო რუსეთთან, იმიტომ რომ ჩვენ მაგ ტერიტორიას ვერ დავიბრუნებთ, რადგანაც ჩვენ ეგ ტერიტორია არ დაგვიპყრია, ჩვენ წაგვართვა თურქეთმა თავის დროზე და მერე დაიბრუნა რუსეთმა. ანუ თუ და მერე ჩვენ ახლა 90-იანებში კიდევ აღიარეთ. ანუ მაგ ტერიტორიების სუვერენი არის რუსეთი და თუ ვინმე მოითხოვს მსოფლიო გადანაწილების შემთხვევაში მაგას მოითხოვს რუსეთი, იმიტომ რომ ჩვენ იურიდიული უფლებაც აღარ აქვს უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ვაღიარეთ როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ვაღიარეთ თურქეთი თავის საზღვრებში. ასე რომ თუ დაბრუნება არ ამის, მაშინ ის უნდა დაიბრუნოს რუსეთმა და ისევ აჩუქოს საქართველოს, როგორც დანარჩენი ტერიტორიები, როდესღაც დაიბრუნა რუსეთის იმპერიამ და შეუერთა თბილისის გუბერნიას. ამიტომ ძალიან განაწყენდნენ ალბათ და მოქოქეს აქ ადგილობრივი აგენტურული ქსელი და გაუგებარი უვიცი ხალხი ძირითადად, იმიტომ რომ ყველაზე კარგი აგენტი არის უვიცი და გაუნათლებელი. ნუ რა საკვირველია ახლა რეგალიები ექნება იქ, ზოგს პროფესორი ეწერება, ზოგს, იმიტომ რომ ეს მაგათი შექმნილი ხალხია, ასე ვთქვათ, რომ იქ ვიღაც უბრალო ადამიანი, რომელიც უყურებს ტელეეკრანს და იქ გამოდის შარვა კოსტუმიანი და გასტუკიანი ტიპი და იქ ეწერება რაღაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თუ აკადემიკოსი, რომ მის სიტყვას დაეჯერებოდეს და ეხლა მე რო ვსაუბრობ, ამას ეხლა ხო მისთვის არაფერი არ არის, ხო? იმიტომ რომ მე ეხლა ისტორიის აკადემიკოსი არა ვარ, მაგრამ ისტორიის აკადემიკოსმა რო იცი, შეიძლება იმაზე მეტი ვიცოდე რაღაც მომენტებში, იმიტომ რომ მე ინფორმაცია მაქვს სულ სხვა წყაროებიდან და ნუ ამაზე აღარ გავაგრძელოთ საუბარი, გავაგრძელებ იმ თემას, რასაც დავიწყე. მოკლედ აეწვათ ერთი ადგილი აქ აგენტურას და მათ უფროსებს იქეთ, ასე რომ ძალიან გააქტიურდება აგენტურა, განსაკუთრებით თავს გამოიდებს გაუნათლებელთა და დებილთა არმია, რომლებიც ყველაფერს ხედავს მხოლოდ ზედაპირზე,
ანუ ესეთ რუსეთმა დაიპყრო აფხაზეთი, შემოვიდა, გეომებოდა, ჯარი იყო, დგას, წაგართვა, აღიარა, ესე იგი მტერია, ხო? ხო, მტერია. აი ესეთი ლოგიკაა და ეხლა რატო მოხდა, როგორ მოხდა, რუსეთი თვითონ ოკუპირებულია, რუსი ხალხი თვითონ ოკუპირებულია და თვითონ არის თავის ქვეყანაში მონა და კრემლში კოშკები ებრძვიან ერთმანეთს როგორც უკვე გითხარით და ეს ყველაფერი ესე ერთპიროვნული და ესე ერთი შეხედვით რო ესე ადვილი არ არის. ნუ ამას ხო ფიქრი უნდა, აი მაგალითად იგივე რუსეთმა ხო აღიარა, ხო, ეხლა თქვი ამ წუთში, ხო? აღიარა, მაგრამ აი სააკაშვილი რომ არ გამოსულიყო SNG-დან, ხო, არ გაეკეთებია. განცხადება ხო ვერ აღიარებდნენ ამხაზეთს და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს ვერ აღიარებდნენ, იმიტომ რომ ჩვენ SNG-ის წევრები ვიყავით. ანუ რატო გამოვიდა სააკაშვილი და მისი ბედოვლათი მთავრობა? ანუ ვინც წისქვილზე ასხავდნენ ისინი ამ შემთხვევაში წყალს, რასაკურველია საქართველოს მტრების წისქვილზე. მოკლედ, თუ რუსულ ინტერნეტ სივრცეებში თქვენ უფრო ხშირად და ხშირად ნახეთ ქართველების საქებარი სიუჟეტები რუსულ გადაცემებში და ასე შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ, ეს ნიშნავს, რომ როგორღაც იქნებ დავბრუნდეთ რუსულ პოლიტიკურ სივრცეში და ის ერთი კოშკი, რომელიც დავტოვეთ და ეშმაკები წაესია, ისევ დავიბრუნოთ მოსკოვში, როგორც უკვე აღნიშნე წინა ვიდეოებში, ნამდვილად არ მხიბლავს პენსიონრული ცხოვრება ევროპაში და ეს გარანტირებული პენსიები და რაღაცები, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ჩვენი ქვეყანა არ არის ვიღაცის უკანა ეზო, რომ აქ როცა მოუნდებათ ჩამოვიდნენ და იჩხუბონ. არც ტურისტული და მოსამსახურე ხალხი ვართ და არც იტალიაში ვაპირებთ პენსიონერების მოვლას დედებს რომ შვილები წაემატნენ ახლა და მე შვილიშვილების ჩავლენ ალბათ და უკვე დინასტიები შეიქმნება, მოვლელების დინასტიები ქართველებისაგან. რა დონეზე დავედით და ერთი მითხარით თუ რუსეთი ოკუპანტი იყო და იმპერია იყო ესეთი ჩვენთვის, რატო არ უვლიდნენ ქართველი ქალები რუსის ბაბუშკებს? კარგად ცხოვრობდი და კარგად იყავი და იმიტომ არ გეღირდა. რუსეთზე ზოგადად მდიდრად ცხოვრობდნენ საქართველოში და რა ვიცი, რუსის ესე იგი სოფლები თუ ვინმეს გენახავთ, მე ორსართულიან სახლი მე არ დამინახავს, აი ძირითადად ეგრეთ წოდებული მაზანკები. ანუ ესე იგი კარგად ცხოვრობდით, ხო, ესე გამოდის. ხო და თუ იმპერიამ მე თავში ჩაგარტყა და რაღაცა, იგი იმიტომ რომ შენ მიატოვე იქ. გაგაგოიმებს აგაგდეს და მიგატოვებიეს ის კოშკი, რომელიც შენი იყო, ალბათ ყველაზე ძლიერი, ან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოშკი კრემლში. და წამოხვედი. და შემდეგ ის ძალა შენ დაგიპირისპირდა საბოლოო ჯამში. ანუ ბოლოს ესეთი რეზუმესავით რომ გავაკეთო რა. ეს მაღალი ფასები ცუდია, ესე იგი არ არის სასიამოვნო, მაგრამ თუ კარგად გამოვიყენებთ ამას, ეს ჩვენთვის ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის ძალიან კარგია, მის განვითარებისთვის. ეხლა იაფასიანი რაღაც რო შემოდიოდეს, ხომ მე ტვინს გაბურღავდნენ, რომ აი როგორ ვაწარმოოთ ჩვენ ფასი არაფერს არ აქვს, აი როგორ მოვიყვანოთ ჩვენ კარტოფილი და ხახვი, როდესაც აი წალეკა საქართველოს უცხოურმა. აი მე რო გითხარით, რომ ჩამოდიან აქ მანქანები და კვირაში ერთხელ ყიდიან, კარგ-ფულს კვირაში ერთხელ კი არა, ეს წელს და ეს ბიჭი ყოველ წელს ჩამოდის, საახალწლოდ ჩამოდის საჩხერიდან, ჩამოაქვს სოკო, მჟავე სოკო ჩამოაქვს, მჟავე ჯონჯოლი ჩამოაქვს და ეს მჟავეულობა და ბევრი რაღაცები. ჩვეულებრივი სოკო დამარილებული ჩამოაქვს და ეს აქვს ესე დიდ კასრებში. მთელი წელი აკეთებს ალბათ, რა ვიცი. მთელი ზაფხული აგროვებს ამ სოკოს. და 2-3 კვირა ახალ წლებზე დგას დავთლუღში ყიდის და რამოდენიმე 1000 ლარს აიღებს
ანუ რაც უნდა ქალაქში იყოს და იწოწიალოს აქ ფული გადაიხადოს ქირაში იქნება ეს თუ რაღაც და დარჩეს მე საბოლოოდ 800 ლარი თუ 600 ლარი თუ რა ვიცი რა დარჩება მე ჭამოს და ასე შემდეგ კარგ პირობებში თავის სახლში სითბოში კარგ ჰაერზე ცხოვრობს თავისთვის სოფელში და რამოდენიმე ათას წაიღებს 15,000 ლარს და თქვენ გაყიდეთ ეგბინები და გადადით თბილისიდან წადით შემოგარენში მიწა აიღეთ და ამუშავეთ და მანქანებით შემოდით მე თბილისში თუ მაინც სამსახური გექნებათ გადით თბილისში რა გინდათ თბილისში და გადააქციეთ თბილისი ნიუ-იორკად რომ ეს იყოს ბიზნესის ქალაქი საქმიანი ქალაქი იყოს რომ მთელი კავკასია აქ ჩამოვიდეს ფული აქ იშოვოს ფული აქ დახარჯოს განათლება მიიღოს და ასე შემდეგ გავაკეთოთ ეს ერთი დიდი ქალაქი რომელიც ყველაფერს თანთქავს აქ ხო 5-6 მილიონიანი ქალაქი და სოფლის მეურნეობასაც ხელშეუწყობს მე აქ განვითარებას და მეცხოველეობას და ყველაფერს იმიტომ რომ ხელა ქალაქს გამოკვება დაჭირდება მთლიანად საქართველოს წამოწევს ეს ქალაქი აი ეს ერთი პროექტი და პლუს ამას ის ფული რომელიც შემოდის ამ სტუდენტებიდან ეს კიდევ ერთხელ გამოადგება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს განათლებას რომ იმ ფულით შემდეგ თუ ჩვენ რამე არ ვიცით მოვიწვიოთ სპეციალისტები პროფესორები სხვა ქვეყნებიდან და ჩამოვიდნენ აქ იმუშაონ აქ ასწავლონ ჩვენ ბავშვებს ჩვენ სტუდენტებს და ეს გამოვიყენოთ ანუ ეს მეორე არასასურველი პირველი ფასები მეორე სტუდენტობა და მუშები რომელიც უნდა იმუშაონ მიმტანებად მშენებლობაზე და ასე შემდეგ და ჩვენ მივხედოთ უფრო სხვა საკითხებს ასე ვთქვათ რა ნუ გავხდებით კურიერები და მშენებლობის მუშები და მესამე საკითხი რუსეთის იმპერია რომელსაც აქვს თავისი ზრახვები იმპერიული მაგრამ მოდი გამოვიყენოთ ეს იმპერიული ზრახვები რუსეთს ზრახვები აქვს საერთოდ ბოსფორზე გასასვლელად და თურქეთს უნდა რომ გადაუაროს. არ არის ეს ჩვენი ინტერესებში რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწები თურქეთში? ჩვენ უფრო გვეკუთვნის თურქეთში არსებული მიწები თუ თურქს უფრო ეკუთვნის? ჩვენ უფრო არ გვეკუთვნის, ბერძნებს უფრო არ ეკუთვნის? ძველი ბიზანტია, ხო? ამერიკის ტერიტორიაზე შეერთებულ შტატებს გულისხმობ, ხო? ინგლისელებს და ფრანგებს და ვინც გადასახლდა იმათ უფრო ეკუთვნით იქ მიწები თუ ის კამანჩებს და ვინც იყვნენ ის გასაგებია შეიძლება ერთმანეთთან ბრძოლობდნენ ისინი მიწის გულისთვის შეიძლება იყოს ესეთ რაღაც მაგრამ მათ უფრო არ ეკუთვნით ერთმანეთში ეს მიწები მექსიკელებს უფრო არ ეკუთვნით ესე იგი სამხრეთ ამერიკის ტერიტორია და მიწები ვიდრე ინგლისელებს აი მას გულისხმობთ რომ კი ბატონო შეიძლება ჩვენ არ გვეკუთვნის შეიძლება მექსიკას არ ეკუთვნის სადღაც ესე იგი რაღაც მიწები სამხრეთ ამერიკაში მაგრამ ინგლისზე მეტად ხო ეკუთვნის ფრანგზე მეტად ხო ეკუთვნის გერმანელზე მეტად ხო ეკუთვნის როგორც აი გერმანიის ტერიტორიაზე თუ პოლონეთის ტერიტორიაზე მათ უფრო ეკუთვნით მიწები ვიდრე ჩვენ ხო სად ჩვენ და სად გერმანია და პოლონეთი და ასე შემდეგ. ანუ ამ გაგებით ვამბობ. და ეს სამი საკითხი, რომელიც ახლა მე ვთქვი, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოა ჩვენთვის. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ სასიკეთოდ. ოღონდ ამას უბრალოდ უნდა აზროვნება, უნდა ფიქრი. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი. დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.